მაგრა გავერთობით, კარგი მუსიკა, დასალევი. სად და როდის? რა ვიცი, როცა იტყვით. ეცე ხარ თქვი გეპატიჟებია. რა თქმა უნდა. ხო და როდის? აქედან რო გავალთ რა. ერთად წავედით, თუ გინდათ. ნახევარი საათია გეყოდები. ერევინ გთხოვა მელოდები. უნდა დავილაპარაკოთ. დაგვრჩა კიდე რამე საუბარი. შენ არა. მე ვილაპარაკებ და შენ მომისმენ. კარგი? კარგია, ბრძანებებსაც იძლევი. ისმენ. კერესიცი ცოტა ხნის წინ ძალიან გული მწყდებოდა, რომ მამა შენ არ აღმოჩნდა. მართლა. გულით. ეხლა ძალიან მიხარია. უბედნიერი ისე. ის მიხარია. და არ გაინტერესებს, რატო არ ბედნიერი? ისმენ. იმიტომ რომ შენ არის ნაძირავა, ორპირი და მატყუ არა არაყოლება რა ჩემშულს მამად. სორპირი მოღალატენა ნაძირავა მამა საინტერესო. ხო საინტერესოა. ძალიან. იცი რა მითხარი? ორ ხალხთან ერთდროულად შეხვედრა ასწორებს? კაია? ანა. მე არ გეტყუებდი შენ. შენ ძალიან კარგად იცოდი რომ აქ ვარ. არც მე არ გატყუებდი არა. არც მე არ გატყუებდი. ხო წამი რა ძალიან გთხოვ გაჩვენე. არც მე არ გატყუებდი. ეხლა ზუსტად ვიცი რა. მე რომ მივდიოდი ის მოდიოდა ხოლმე ხო? არავინ არ მოდიოდა, საიდან მოგავს ეს რაღაცა? არავინ არ მოდიოდა. არა, მე ვარ სულელი რომ შენ იმჯეროდა, შენ არაფერს შუაში არ ხარ. და გეხოცები რა ხა მოლაპარაკს აზრი არ აქვს საერთოდ. უბრალოდ ხო შეგიძლია რომ ერთხელ მაინც აღიარო ნაძირავა ხარ. ჩვეულებრივი ნაძირავა. აღიარე რა, მიდი. თუმცა ეგეც აღარ მაინტერესებს მართალი რო გითხრა. საერთოდ. თუ არ გაინტერესებს აქ რატო ხარ? ძალიან კარგი გოგო ჩანს გარის. არ მოატყუე ისიც. არავის არ ვატყუე. შენ თავაპარაკს არანაირი აზრი არ აქვს საერთოდ. მოვჩი. იცი უბრალოდ მინდა იცოდე რომ სულელი არ ვარ რა. ვერ მომატყუე. და ვერც მომატყუე. რა საყვარელი ხარ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ადგილით რა დაგიტოვებია. თან ოპტიმისტი. რატო? კაი რა, მაგას როდის ვიყიდი? შემდეგ თვეში მე მომგიტარ მაგას. არა, კასპერ, გამრიცხულია, კარგი რა, ისედაც ისე მერიდება. მადლობასაც ვეღარ გიხდი უკვე. კაი რა, მარიამ, შენ არ ამბობდი რომ ჩემი ოჯახის წევრი ხარო? მეც ეხლა აღარ ვარ. ეგარ არ ხარ უბრალოდ. მე თვითონაც არ ვიცი, მაქვს თუ არა ოჯახი. გამიგეცა ეს რა. დამიჯერე თვითონაც ძალიან ცუდად არის. ძალიან კარგი, ცუდად ყოფნიც ცოტაა მაგისთვის. არ არის ცოტა არა. იმედია მონასტერი დაიხმარება რა. პირდაპირ ღმერთისთვის გადაწყვეტა ბოდიშის მოხდა, ხო? მე არ ვიცი ახლა ვისთვის გადაწყვიტა, მაგრამ ფაქტია რომ გონს მოდის რა. აი რა, და გჯერა შენ მაგის გამოსწორების და გონს მოსვლის? მეც მჯეროდა 2 წელი და რა მივიღე? სტრესი, უსახკაროდ და უფულოდ დარჩენა. მესმის შენი რა. კასპერ, ხო იცი ძალიან მეყვარხარ. მესმის რომ მეგობარი ხარ, გინდა დაეხმარო, მაგრამ გეხვეწები, ჩემთან მაგის სახელი აღარ ეხსენო, კარგი? მე არ მიხსენებია მაგის სახელი. რა მაიმუნი ხარ რა. კაი, წავედი. ხო და ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჩემზე იყოს. არა, კასპერ, ძალიან გთხოვ, მართლა არ შეიძლება ესე რა. შენ კი არ გჩუქნი. ჩემ ნათლს ჩუქნი. ძალიან დიდი მადლობა, მართლა. მინდი გავიქეცი ახლა რა. მომისმინე. კარები შიგნიდან იკეტება, აღარ გამაცი. კარი.
ხო, ნუ. სად ხარ? რა ხდება, ხო მშვიდობაა? ნუ ჯანმრთელადაა ყველა. კიდევ კარგი გული გამისკდა. საქმე მაქვს შენთან. ჩემთან გისმენ? არა, ტელეფონში სალაპარაკო არ არის. მაშინ ჩემთან მოდი. ახალ სახლში კასპერამ სამზარეულო გამიკეთა და ბარემ გაჩვენებ. კარგი მისამართი მომწერე. კარგი მოგწერე ხლავა. თან ყავაც მაქვს და პირველი შენ დალევ ჩემთან ყავას. გადამირიე ხო მონასტერი. გადაღამე შრომობს. გამარჯობა, მამა. დამუც. ერთმა დაგლოცოს. მაგრამ მაინც და მაინც ნუ მოიკლავ თავს. არა, მამა, არაფერს ვაკეთებ, რა ვიცი. არა არის გასაკეთებელი. აღარ დატოვე გასაკეთებელი და რა ვიცი, თუ რამე შემიძლია. ადამიანს ყოველთვის ყველაფერი შეუძლია. გაჩნია ადამიანს, მამა. ყველას. მე არა, მამა. ნამდვილი დღეა მადლობა მინდა გითხრათ, მამაო, და ეგეც ვერ მოვახერხე. ეს იგი არ არის საჭირო და არ ვიცი რას გადამარჩინეთ, მაგრამ იმ დღეს რო არ მოსულიყავით იქ და აქ არ წამოგეყვანე. მოიცა. ჯერ ერთი მე არ წამომიყვანი ხარ. შენ თხოვე და წამოვედით. აქ ვერავის ძალით ვერ წამოიყვან. და მეორე ეს ღვთის სახლია. და აქ ჩემი დაპატიჟება არავის სჭირდება. ვიცი, მამო, იქნება კაცი ჭამი ავიღა. ეგეც არ გიკითხავთ. მაგას იქვე მიხვდი. შუბლზე გეწერა. არც ბევრად უკეთესი ვარ. არ ვიცი ვინ ხარ, ან რა გაქვს ამისთან აკაკეთებული, მაგრამ თუ ნამდვილად დარდობ და გაწუხებს, მაშინ დაკარგული არაფერია. იცი სინანულს რამ ხელა ძალა აქვს. და თუ ბევრი გაქვს მოსანანიებელი, მაშინ ბევრი უნდა მოინანიო. თავარია დაიწყო. თუ არც ეგიცი, მამაო, საიდან დაიწყო? ეს მიგანიშნებს. იქიდან რო ალბათ ყველაფერი წავაგე. ჩემი ცოლ-შვილი გარეთ დავტოვე. ბინა გავყიდე. მომაკვდავი ავად მყოფი სიდედრის სამკურნალო ფული. ავდექი და კაზინოში წავაგე. მეგობარი არ დამჭა, რომელიც არ მომიტყუებია. ბანკი არ დავტოვე, საიდანაც ფული არ ამაგაღებული და არ გადავაგდე. შვილის ტელეფონი გავყიდე, მამაო, და კაზინოში დავტოვე. მეზისხება საკუთარი თავი. ამბობენ ადამიანს ერთ მხარზე ანგელოზიაზის მეორეზე ეშმაკი. ამიტომაც ვართ გამუდმებულ ბრძოლაში. ხან ერთი ემარჯვებს, ხან მეორე. ჩემთან ეშმაკმა გაიმარჯვა. ჯვარი გწერია. აბა კარგად მოიხედე საათ ხარ და რას აკეთებ. მონასტერში ხარ და ფაქტობრივად აღსარებას მოვარებ. იცი რატომ ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს ეშმაკი? იმიტომ რომ ადამიანს სინდისი აქვს. მე არ მაქვს, მამა. აბა რა გონია რატომ ხარ ცუდად? არ ვიცი. სწორედ ეგ გაწუხებს, რაც შენ გონია რომ არ გაქვს. ეს ვერ შევიყვანე. და კოქტეილი აგეყო რამე. რა მნიშვნელობა აქვს რას დალევ? თავი დაგათროს. მე არაფერი არ მათრობს. და ვენაშიც პირველ ჯერზე აყენებ კათედრს. არა, უბრალოდ ეგ-ექტნის საქმეა და იმიტომ არ გამომივიდა. მე სანიტრობი დავიწყე. მართლა? გერმანიაში კლინიკაში თან სანიტროთ მოგემუშავა. ისე წარმომდგენია პაციენტებს რა დაემართებოდათ. შენ სანიტრის დანახვაზე. არა, მე ანდროლოგიურ განყოფილებაში ვიყავი, ამიტომ ყველას ვეგიდი. ეგ ორ წარმომდგენ. აუ, წამარა ვიცეკოთ. მე მგონი აქ ცეკვის პონტი არავინ არ ცეკვს. ხო და ჩვენ ვიცეკოთ და პონტიც გაიჩნდება. აი რა.
ნუ ხარზარმაცი წამამ. კუნთის მუშაობის დროს გამოიყოფა სერატონინი, ხო ესეა? კვლევებით ეგრეა. წამ. შენ არ გინდა ცეკვა? არა და არც ვიცი. შენ და რამე არ იცი? ძალიან ბევრი რამე არ ვიცი. უფრო სწორად უფრო მეტი რამე არ ვიცი, ვიდრე ვიცი. ისე პირველად ვხედავ შენაირ სიმპათიობით, თან თავმდაბალს. ნუ როგორც წესი ყოველს თავშია ქავარტნილი. რა ხალხში მოძრაობ ლიზა? არა მართლა. აკიტო მომწონხარ. პირველივე დღიდან. ძალიან სასიამოვნოა შენაირ ლამაზ გოგოს რომ მომწონო. ჩემთვისაც სასიამოვნო იქნებოდა შენაირ ბიჭს რომ მოწონდე. იცი რა არის? ჩემ ადგილას ალბათ ნებისმიერი ბიჭი ძალიან ბედნიერი იქნებოდა ამის მოსმენით, მაგრამ სხვა ვითარებაში რა სხვა ვითარებაში? ლიზა მისმინე, შენ ხარ ჩემი რეზიდენტი. ფაქტობრივად მოსწავლე. მე რა? მე ის რო ჩემ პრინციპებს ეწინააღმდეგება მოსწავლესთან ფლირტი და რამე სერიოზული ხო საერთოდ. ესე გები. და შენ პრინციპებს არ გავატებ, ხო? არა, ძალიან ერთგული ადამიანი. დავლიოთ? დავლიოთ. ნუ, წამო, ყავა დავლიოთ სამზარეულში და მე სახლს დაგათვალიერებინებ. ან პირიქით ჯერ დავთვალიეროთ სახლი და მე დავლიოთ ყავა. არც ყავის დასალევად მოვსულ ვარ და არც შენი სახლის დასათვალიერებლად. რა გჭირს? სულ ხასიათზე ხარ? და კარგ ხასიათზე რატო უნდა ვიყო? რა ხდება? ვერ ხვდები ხო რა ხდება? ჩემ ხელში ხარ გაზრდილი და რატო გეგონა რომ მომატყუებდი? ნუ, დედას გეფიცები, ვერ ხვდები რას გულისხმობ. გაანებე დედა შენს თავი ძლივს გამოძრა ის ქალი. ძალიან კარგად ხვდები რატომაც ვარ მოსული. ნუ გადამრიე, ნუ რა დაგემართა? მე რა დამემართა? ერთი ქმარშვილიანი ტუტუცი გოგო ჩემ შულს თავგზას უღრევს და აქეთ მეკითხება რა დაგემართაო. გასაგები. მიხდი ხო? აი რა, ნუ შენ გჯერა რომ მე ვინმეს ტვინსავურე? უბრალოდ არასწორად გაიგე რა. რატო სულელი გონი ვარ? რა შუაშია სულელი, უბრალოდ მედანიკა. რანაირი მედანიკა არ არსებობს და არც იარსებებს, ანა მე ცოცხალი ვარ. რატო გადაწყვეტე რა? შენ რატო გადაწყვიტე რომ პატარა ბიჭს ხელში ჩაიგდებდი? რას ამბობ? ჩემზე როგორი ფიქრე? და შენ რას ფიქრობდი, ვერ გავიგე? ან ტვინი, ან ნამუსი არ ქონდა? ან მე როგორ გამიკეთე ეს? რა გაგიკეთე? ნუ ერთი წუთი მომისმინე. ერთი წუთი შენ მომისმინე და ძალიან კარგად დაიმახსოვრე, რასაც გეტყვი. ნიკას თავი დაანებე. შენი ტოლი და სწორი მოძებნე. შენაირი ქალბატონისთვის არ გამიზრდი ამე შვილი. ძალიან მთხوي ხარ დაიწყო ეს ქვითინი. მაგით მე გულს ვერ მომილბობ. მაგის იმედი არ კონდეს. ანუ არ მომისმინე. შენი ხმის გაგონებაც აღარ მინდა. მიდი ახლა ნიკასთან და უთხარი რომ დედაშემა ტრაკი მიაყენოს თქო. ნუ ის არა, ახლა მithქვათ ესე ნუ ეტყვი, რაღაცნაირად უნდა უთხრა. მეც სულელი გგონი ვარ? 6 თვის წინ ადამიანს დაშორდი და 2 თვის წინ შენს სახლში უღებ ფოტოს?